მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯისმენელს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წარმოგდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი 24-30 ნოემბრის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე და რა ტენდენციები აქვს მოსალოდნელი პირობებში. მოდი ეს ვთქვათ, რომ უკვე მეორე ნახევრიდან კვირისა და ახლეთ 27 რიცხვიდან დედამიწა გადადის უარყოფით ენერგო ველში და აქედან გამომდინარე ნელ-ნელა უფრო ეს გამოჩნდება უკვე დეკემბრის თვიდან ტენდენციები ნეგატიური გაძლიერდებიან. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უკვე მეტი ყურადღება იქნება საჭირო განსაკუთრებულად ჯანმრთელობის მიმართ, ურთიერთობებში დაძაბულობა მოიმატებს, სხვა სახის გაუგებრობა შეიძლება წიჩინონ თავი და ასე შემდგომ. და ამიტომ ვეცადოთ, რომ დეკემბერი ყოველ შემთხვევაში იქნება ამ მხრივ კიდევ უფრო რთული, მაგრამ სადღაც 27 რიცხვიდან ზოგიერთ თქვენთაგანი ამას შეიგნობს, მაგრამ მაინც ეს კვირა ჯერ კიდევ გვაძლევს დადებით პოზიტიურ შანსებს, რაც ასევე იქნება დაკავშირებული იმასთან, რომ უკვე შაბათს მერკური გონების ინტელექტის მმართველობა გახდება სწორად მავალი, რაც უფრო მეტად ხელს შეუწყობს ახალი იდეების რეალიზაციას. ეხლა რა ტენდენციებია თითოეულ ზოდიაქოს ნიშანთან დაკავშირებული? პირველში, ვერძები უფრო ენერგიულები იქნებიან, თქვენ გემოტებათ ამ კვირიდან ჯანი, ენერგია, აქტიურად მოქმედების უნარი, მებრძოლის სულისკვეთება, ლიდერული ორგანიზებული თვისებები, კომუნიკაბილურობა, გონებამახვილობა, ამიტომ არაერთ პრობლემას ამ კვირაში გადაწყვეტავთ. შეგიძლიათ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მაგრამ რადგან უკვე კვირის მეორე ნახევრიდან დედამიწა შედის უარყოფით ენერგო ველში, შეიძლება გარკვეულწილად პირად ურთიერთობებში გარკვეულმა გულაცრუებამ მიჩინოს თავი. და ამ მხრივ ცოტა ყურადღებით უფრო ტაქტიანები, მით უმეტეს პარტნიორულ ურთიერთობებში. თუმცა, მგზავრობა მოგზაურობისათვის უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისთვის შეიძლება უცხოელებთან მაგალითად რაღაც საინტერესო პარტნიორული თანამშრომლობაც ჩამოყალიბდეს, აუცარი შთაბეჭდილებები იყოთ უცხოელებთან მიმართებაში ურთიერთობისას და მგზავრობისას, ეს კი ეს ტენდენციები აშკარად თვალშისაცემი გახდება და მოემატებს თქვენში ასევე ოპტიმიზმი. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 25 და 30 ნოემბრის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 28 ნოემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, კუროებო პრინციპულად სამოდით აღვნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი მეტნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ამასთან ერთად აღვნიშნოთ, რომ გარკვეულმა სირთულეებმა კვირის მეორე ნახევრიდან შეიძლება უკვე იჩინოს თავი. მაგრამ იქამდე პერიოდი 27-მდე საკმაოდ კარგი, ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ კარგულად განვითარდეთ, გარკვეულწილად პარტნიორული თანამშრომლობაც საკმაოდ კარგად წარიმართება, ხელმძღვანელთა ურთიერთობა უმჯობესდება. ყოველ შემთხვევაში ეს გაძლევთ საშუალებას, რომ სოციუმში თქვენი ავტორიტეტი გაიზარდოს, ფინანსური კუთხით მოდი აღვნიშნოთ უკვე განსაკუთრებით 27 რიცხვიდან სიფრთხილე და წინდახედულობა საჭირო. აქ უფრო მეტი თავდაჭერა გმართებთ, ასე ვთქვათ, ფულის ხარჯვის კუთხით, მათ შორის რაც არ უნდა საინტერესო წინადადება მიიღოთ პარტნიორებისგან, შვიდჯერ გაზომეთ ერთხელ გაჭერით, სანამ გახსნით თქვენ საფულეს და ასევე აღვნიშნოთ, რომ ენაზე კბილის დაჭერის დროა. ანუ არაფერი წინ და წინ არ გათქვათ, ინფორმაცია თქვენი გეგმების, სურვილების შესახებ, რატო სხვებმა ეს არ გამოიყენო უკვე ამ პერიოდში თქვენ და საწინააღმდეგოდ. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 24-29 ნოემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგა 27 ნოემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნულ რაოდენობას, აღვნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი და პოტენციალი აშკარად მატულობს. ამ კვირიდან თქვენ იგრძნობთ, რომ ენერგია გემატებათ, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, უფრო შეუპოვარი, გონებამახვილი, კომუნიკაბილური. ასევე მოდით აღვნიშნოთ, რომ პირველი ნახევარი კვირისა მაქსიმალურად გამოიყენოთ, იმიტომ რომ მას აქვს კარგი შანსები, პოზიტიური, იღბლიანობაც უფრო მაღალია სხვათა შორის აქ, შეიძლება სხვა სახის საყოფაცხოვრებო საკითხებიც ადვილად გადაწყვიტოთ, გარკვეულწილად შემოსავალი შეიძლება გქონდეთ უფრო მეტი და სტაბილიზაცია ხდება, ასე ვთქვათ, თქვენი ცხოვრებისეული სიტუაცია კარიერულად შეიძლება წაეწიოთ წინ, ხელშეკრულებები დადოთ, ახალ პროექტებში ჩაერთვათ, მაგრამ მეორე ნახევარი კვირისა ითხოვს ცოტა მეტ სიფრთხილეს, იმიტომ რომ აქ უკვე შეიძლება მოიმატოს თქვენი შემოციურობა, მგზნობიარობა, პარტნიორულ სასიყვარულო ურთიერთობებში შეიძლება მეტად დაიწყოს ურთიერთობა, თუმცა შეიძლება ბიზნეს საქმიან პარტნიორებთანაც კი რაღაც გაუგებრობებმა იჩინონ თავი. ამ მხრივ ცოტა მეტი ტაქტი, თავდაჭერა, ვეცადოთ რაღაც პრობლემური სიტუაცია სახლში ან სამსახურში, გადაწყვიტოთ მშვიდობიანად, დიპლომატიურად, კომპრომისებით და არა აგრესიით. მაშინ იქნებით უფრო მეტად წარმატებული და ყველას კარგი იქნება
იქნება თქვენთვის 25 და 30 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგო 28 ნოემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, პირველი ნახევარი კვირისა უკეთესია, იმიტომ რომ აქ არის კარგი შანსები, შესაძლებლობები, ერგოტონუსი მეტნაკლებად სტაბილურია, ფსიქოემოციური სტაბილურობაც სათანადო დონეზეა, პოპულარიზაცია თქვენი ხდება უფრო ადვილად და უნიშნოთ რომ მიღბლიანობაც მაღალია, ამიტომ კარგი პერიოდია კონკურსებში, ლატარებში მონაწილეობის მისაღებად, პირადი სასქვარულო კონტაქტებისთვის, შვილებთან ურთიერთობა მაღალ დონეზე მიდი შეგიძლიათ ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ინტუიციაზე დაყრდნობით სწორად მოქმედება, მაგრამ უკვე 27 რიცხვიდან ცოტა მეტი ყურადღება საჭიროა. ვერიგული ყოფ ადამიანებთან საჭირო იქნება მეტი მოთმინება, მეტი თავდაჭერა, იმიტომ რომ პატარა კონფლიქტიც კი შეიძლება სერიოზული უსიამოვნებების და ზოგიერთ შემთხვევაში დაშორების ფაქტორიც გახდეს. Ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 24-29 ნოემბრის დღეები რიცხვები და არ ვარგო 26 ნოემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, მოდით დავუშვათ, რომ ჯერ კიდევ, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ სასიკეთო ტენდენციების პერიოდია, იმიტომ რომ მთლიანობაში მოდი ეს ვთქვათ, აი განსაკუთრებით კვირის პირველი ნახევარი უფრო ეფექტურია, იმიტომ რომ ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება სხვათა შორის გარკვეული იდეების, პროექტების რეალიზაცია, საკუთრებო საკითხების ადვილად გადაწყვეტა, გარკვეულწილად საგრძელების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ კი ეს ყველაფერი არის და აქედან გამომდინარე, რაც მეტად კარგი ურთიერთობა გექნებათ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, მათი თანადგომა ექნება დროული, საჭირო თქვენთვის, მდგრადობას გააზრებს თქვენ ცხოვრებაში, მაგრამ 27 რიცხვიდან ვიღოთ ცოტა ყურადღებით, რატომ? იმიტომ რომ სხვადასხვა სახის პრობლემებმა შეიძლება მეტად ეჩინონ თავი. აი მაგათაც შეიძლება ესეთი საქმე გამოზიარდეს, რომელმაც შეიძლება თქვენს რეპუტაციას ნეგატიური დაღი დაასვას. ან დაუშვათ, მოდი ავუშვათ, რომ ამ პერიოდში აუცილებლად გესაჭიროებათ მეტი თავდაჭერა ფინანსური ხარჯის მიმართ. რომ მაგ ზედმეტი არ იყოს ხარჯი და ამან დამატებითი სირთულეები არ შემოიტანოს თქვენ ცხოვრებაში. თუმცა, სასქვარულო პარტნიორული შვილებთან ურთიერთობების კუთხით მეორე ნახევარი კვირისა ასევე საკმაოდ კარგია. ეს კარგია თქვენთვის 26 და 30 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგო 24-28 ნოემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, პირველი ნახევარი კვირისა გაცილებით უფრო ეფექტურია დაახლოებით 27 რიცხვამდე. აქ შედეგიანია თქვენი მოქმედება, მათ შორის როგორც ინდივიდუალური, ასევე კოლექტიური ძალისხმევა, ახალ პროექტებში შეიძლება ჩაერთოთ და აღნიშნოთ, რომ აქ გააქვს საშუალება, რომ პროფესიონალიზმი განავითაროთ მეტად, დამატებითი ცოდნაც მიიღოთ, კვალიფიკაცია იმაღლოთ, ეს პერიოდი კარგია, ახალი შეკლებების დასადება, შეიძლება ახალი საქმის დასაწყებად, ახალი სამსახურის დასაწყებად, შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, სწავლისთვისაც კარგია იგი, მაგრამ მეორე ნახევარში სირთულეები უფრო მეტია. ერთი ერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ჯანმრთელობა ნაკლებად მგრადია, არ გაცივდეთ, იყავით ყურადღებით და განსაკუთრებული სიფრთხილე მეორე ნახევარში კვირისა მანდილოსნებთან. ზოგიერთი მანდილოსანი შეიძლება პრობლემის მომტანი გახდეს თქვენ ცხოვრებაში, ერგული ყოფ ადამიანებთან და აქედან გამომდინარე იყავით ყურადღებით და ასევე იქნებით ზედმეტად სარკასტული, ზედმეტად პირდაპირი ამ პერიოდში და ზედმეტად იმპულსური, რათა არავის არ აწყენინოთ თქვენი ამ მოქმედებები და არ შექმნათ დამატებითი პრობლემები. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 28 ნოემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგო 25-30 ნოემბრის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება სასწორლის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, აღნიშნეთ, რომ პირველი ნახევარი კვირისა კარგია, იმიტომ რომ აქ გეძლევათ საშუალება დაასტაბილუროთ სიტუაცია, თქვენს ირგვლივ კარიერულად წახვიდეთ წინ, შემოქმედებითად ნაყოფიერად იმუშაოთ, სხვათა შორის პარტნიორული თანამშრომლობის კუთხითაც ეს პერიოდი საკმაოდ კარგია, მაგრამ აი მეორე ნახევარში კვირისა მეტი ყურადღება განსაკუთრებით ფინანსებს. იმიტომ რომ აქ სხვადასხვა სახის ფინანსური დანაკარგების, არასწორი ინვესტიციების და არასწორი ხარჯვის ტენდენცია მატულობს. თუმცა ერგოტონუსი კვირის მეორე ნახევრიდან კიდევ უფრო მეტად ძლიერდება, ესეც უნდა აღნიშნოთ და მთლიანობაში მოდი ავუშვათ, რომ კარიერული განვითარების კუთხით ეს პერიოდი მთლიანობაში კარგია. საზოგადოებასთან ურთიერთობა უფრო მეტად ნაყოფიერი იქნება, პოპულარობას თქვენი ამ კვირის განმავლობაში მოემატებს და შეიძლება მიღოთ საჭირო თქვენთვის ინფორმაცია. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ შეიძლება ჩამოყალიბდეს ამ პერსპექტივა გაჩნდეს ახალი საინტერესო პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობისა. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 26-30 ნოემბრის დღეები
დღეები და ეს რიცხვები და არ ვარგა 24 და 28 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. მორიელი ზოდიაქოს რაც შეეხება, მოდი აღვნიშნოთ, რომ პირველ რიგში პირველი ნახევარი უფრო ეფექტურია თქვენთვის და აქ წარმატების ფაქტორი მეტია, იღბლიანობაც მეტია, აქ უფრო შარმიანი, მიმზიდველი ხართ. აღვნიშნოთ, რომ თქვენი გავლენის სფერო გაიზრდება, პოპულარობაც მოიმატებს საზოგადოებაში, ფინანსური კუთხითაც პერიოდი კარგია და აქვე აღვნიშნოთ, მოდით ისიც, რომ მეორე ნახევარი კვირის ეთხოვს უფრო მეტ სიფრთხილეს, წინდახედულობას, რატო? იმიტომ რომ აქ სიტუაცია შეიძლება იყოს საფრთხილო განსაკუთრებით ექსტრემის მიმართ. აი თქვენი ლტოლვა ექსტრემისადმი მატულობს და აქ თუ წინდახედულობა არ გექნათ, შეიძლება ტრაუმატულმა ტენდენციებმა მეტად იჩინონ თავი. მაგრამ მთლიანობაში კვირა უდავოდ კარგია, რომელიც ხელს უწყობს ასევე თქვენს წინსვლას წარმატებებს. თუმცა მეორე ნახევარში მთავარი ხიფათი რა არის კვირისა? ექსტრემისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება და აკურატების მოდუნება არ შეიძლება და მეორე ზედმეტი ფინანსური ხარჯი. და არასწორი ხარჯი, აი მაგათ შეიძლება ინვესტიცია არასწორად განხორციელდეს, რაც მე ფინანსურ დანაკარგთან იქნება დაკავშირებული და ამ კუთხით იყავით მეტად ყურადღებით. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 29 ნოემბრის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგო 27 ნოემბრის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება შვილდოსნებს, პირველ რიგში მოდით აღვნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი თქვენი უმჯობესდება უკვე ამ კვირით და ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი და შესაძლებლობები წარმატებისა უდავოდ მაღალი გაქვთ, ამიტომ აქტივაცია ხდება საერთო ენერგიისა, მატულობს თქვენი ამბიცია, ამასთან ერთად თვითშეფასების კრიტერიუმი უფრო მაღალი ხდება ამ პერიოდში, ძალიან კარგი ბიზნეს ნიჭი გაქვთ ამ პერიოდში და ბიზნეს საქმიანობაში წარმატებას მიაღწევთ, მიზანსწრაფ მატულობს, ესე ძალიან კარგი, ამიტომ მთლიანობაში კვირა კარგია, არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ მზე უკვე თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ ყველაზე ასე ვთქვათ წარმატებული პერიოდი იწყება წლის განმავლობაში სწორედ შვილდოს ანთათვის. ამიტომ შესაძლებლობები გაქვთ მაღალი ხელმძღვანელების გეხმარებიან, კოლეგების მხრიდანაც თავდაჭერას გზნობთ, ამიტომ ეს პერიოდი ხელს უწყობს როგორც ბიზნესს, ასევე კარიერულ თქვენს წინსვლად და წარმატებას. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 27 ნოემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგა 24-29 ნოემბრის დღეები და რიცხვები, რომელიც ცოტა ფრთხილად წინდახედულად უნდა გამოვთ. რაც შეეხება თხის ზოდიაქოს ნიშნთა დაავადებულებს, აღვნიშნოთ, რომ მეორე ნახევარი კვირისა უფრო რთულია 27 რიცხვი და მოშორნეები, ჭორები, ინტრიგები უკვე დაეწყებენ თქვენ საწინააღმდეგო მოქმედებას. სხვადასხვა სახის სირთულეები წარმოიქმნებიან და ამიტომ ენერგიების დაჭერა, საიდუმლოს დაცვა მეორე ნახევარი კვირისა განსაკუთრებით აქტუალური ხდება. პირველი ნახევარი უფრო ეფექტურია. აქ უფრო მეტად აქტიურად მოქმედებით, ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გამოჯობესოთ. აქ ავტორიტეტი იზრდება თქვენი, კარგია ხელშეკრულებების დადება, მოლაპარაკება, ქორწინებისთვისაც კი პირველი ნახევარი კარგი, ახალი პროექტებში შეიძლება ჩაერთოთ და ახლებურად რეალიზაცია გააკეთოთ თქვენი ნიჭისა და უნარის. სახელმძღვანელებთან კოლეგებთან ურთიერთობაც პირველ ნახევარში კვირისა უფრო ეფექტურად მიმდინარეობს. მეორე ნახევარი ამ ხრივაც უფრო რთულია. ყველას კარგია თქვენთვის 28 ყველას კარგია 28 ნოემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგა 26-30 ნოემბრის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნთა დაავადებულებს, აღვნიშნოთ, რომ მთლიანობაში კვირა კარგია, იმიტომ რომ ენერგოტონუსი თქვენი აშკარად უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, თქვენი მოქმედება უფრო შედეგიანია, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა გეძლევათ, ინვესტირებაც კი შეგიძლიათ სხვილი საგრილების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთ თქვენთაგანი, ამიტომ სასკოლო დიდი ცვლილებები შეიძლება ხვდეს თქვენ სახლში, მაგალითად ახალ ბინაში შეიძლება გადაყვიდეთ, ან უძრავი ქონება შეიძინოთ, ამის ტენდენციაც არის და დინამიურად შეგიძლიათ თქვენი იდეების რეალიზაცია, ზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში, გავლენის სფეროც იზრდება, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება თქვენი პრიორიტეტებიც შეიცვალოს და უფრო ეფექტური პროგრესული მეთოდებიც იპოვოთ დავუშვათ საქმეში და დავუშვათ იდეების რეალიზაციაში. რეფორმებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი. ინტერნეტთან კონტაქტიც გქონდეთ ინტენსიური, აქედან შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ყველას კარგი იქნება თქვენთვის 27 ნოემბრის დღე და რიცხვი და არ ვარგა 29 ნოემბრის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნთა დაავადებულებს, მთლიანობაში კვირა არ არის ცუდი, პოზიტიურია, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი საერთო ენას ადვილად პოულობთ ოპონენტებთანაც კი მოლაპარაკებისთვის კარგი პერიოდია და მთლიანობაში იგი ხელს უწყობს თქვენი პოპულარიზაციის დასს, შემოქმედებით ნიჭის უნარის გამოვლენას, შეიძლება ისევ იდეური ლიდერები აღმოჩნდეთ ზოგიერთ ჯგუფებში და აქტიურად შეგიძლიათ რეკლამირება თქვენი იდეებისა, პროექტებისა. ეს ხელს შეუწყობს თქვენი იდეების რეალიზაციას მეტად და მათ პოპულარიზაციას. ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო პროცესი შეიძლება თქვენს
თქვენთვის კარგად დასრულდეს ზოგიერთი პრობლემა გადაწყვიტოთ თუ კარგ ურთიერთობას ინარჩუნებთ ამ კვირაში ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ისინიც ხელშეუწყობენ თქვენს კარიერულ განვითარებას და ამ მხრივ მეტად წინსვლას. ამ ინფორმაციით და საუკეთესო სურვილებით მე ამირ გემშვიდობებით გისურვებთ ბედნიერ კვირას და ყველივე კარგს.